ყოველდღიურ მშვიდობას ტერმინს როცა ვიგებ, ჩემთვის ამას აქვს ორი განზომილება, ერთი პირადი, პერსონალური, რაშიც მოიაზრება ოჯახის წევრების პირველ რიგში და ასევე მეგობრების საახლობლო წრის მშვიდობიანი მდგომარეობა, ანუ მეტნაკლებად სტაბილური, კეთილდღეობითი მდგომარეობა და ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა და იმის განცდა, რომ საფრთხის ქვეშ არ არიან ისინი და რაიმე არ არის, თქვათ, კრიმინოგენული მდგომარეობა როგორი არის, უბანი როგორია, შემიძლია თუ არა მშვიდად ვიყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გამო. ჩემთვის ეს არის, რომ რაც მიქმნის ყოველდღიური მშვიდობის განცდას და რაც ჩემთვის აუცილებელია. ნუ ცხადია, ასევე რაღაცა ყოფითი სტაბილურობის განცდაც კომპონენტი არის, რაც ყოველდღიურ მშვიდობას აყალიბებს ჩემთვის. თუმცა მეორე მხრივ ასევე მაქვს განცდა, რომ ყოველდღიური მშვიდობა ჩემთვის არის საჯარო მშვიდობა და საჯარო სტაბილური მდგომარეობა. ნუ აქაც მშვიდობას ჩემთვის აქვს ასევე ორნაირი განცდა. ერთი არის, რომ ომი რომ არ არის, ესე იგი მშვიდობა, მაგრამ გარდა ამისა, თქვათ, საჯარო, საზოგადოებრივი პოლიტიკური მდგომარეობა ჩემზე გავლენას ახდენს. ანუ თუ არის რეპრესიული რეჟიმი ან განწყობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩემთვის არის რაღაცა ძალადობრივი ან შეიძლება საზოგადოებრივი ძალადობას ქონდეს ადგილი, ამ შემთხვევაში მე მქონდა და მაქვს განცდა ზოგჯერ რომ არ არის მშვიდობა. თუმცა ვინაიდან მე მაქვს ომის მსხვერპლობის გამოცდილება, ანუ არ მსხვერპლი, ამიტომ ჩემთვის პირველი, რასაც ასოცირდება ყოველდღიური მშვიდობა, ეს არის სტაბილური, არასაომარი მდგომარეობა და განგრძობადი ესეთი მდგომარეობა. ჩემი აზრით, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ ამის მოთხოვნილებაც გვაქვს, თუმცა არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც ხელს გვიშლის და პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და არ ვიცით ჩვენი განცდები და რა გვიქმნის არასტაბილურობის ჩვენი მოთხოვნილებები არ ვიცით, მოკლედ, ანუ იგივე ყოველდღიური მშვიდობის განცდა ჩემი და თქვათ აფხაზური საზოგადოების, ჩვენი საზოგადოების და აფხაზური საზოგადოების არის განსხვავებული და ამასთან მუშაობით ჩემი აზრით ეს შესაძლებელია. უბრალოდ დღევანდელი მოცემულობით, როდესაც ვთქვათ, საფრთხის წყარო არის ერთი საზოგადოება მეორე საზოგადოების ან ასეთად აღიქმება, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ დაშვება მეორე საზოგადოებაში, ვინც შენ გიყურებს როგორც საფრთხის წყაროდ, ვერ მოხდება იმისა, რომ შენთან ერთად მშვიდობიანი თანაარსებობა, თანაცხოვრება არის შესაძლებელი. ანუ ერთმანეთის ინტერესების და მოთხოვნილებებისთან მუშაობის შედეგად ჩემი აზრით ეს შესაძლებელია. ანუ ჩემი აზრით პირველი რაც არის, ანუ ერთმანეთის დანახვა. ანუ პრობლემა ჩემი განცდით არის ის, რომ თუნდაც აფხაზური საზოგადოება ვერ გვხედავს ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას, ან იმ ხალხს, თუნდაც მინიმუმ იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ცხოვრების გამოცდილება ჰქონდათ გულისხმობ დევნილ საზოგადოებას, ხო? ანუ მათთვის ეს ხალხი და მათი ინტერესები არის უხილავი. იგივე ეხება ოსურ საზოგადოებას და იქ მცხოვრებ ხალხს, დღეს იქ მცხოვრებ ხალხს, რომელიც ვერ ხედავს როგორც რაღაც მოთხოვნილებების ან ინტერესების მქონე წრედ ან თემად იქიდან განდევნილ ხალხს. ანალოგიური არის ჩვენ მხარესაც. ანუ ჩვენ, როდესაც მსჯელობთ ან ფიქრობთ, თქვათ, კონფლიქტის გადაჭრაზე, ტრანსფორმაციაზე, ან თქვათ, რაც ხშირად ჟღერს, რომ ტერიტორიული მთლიანობის ადგენას ან ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი სუბიექტური აღქმიდან და ინტერესებიდან მოქმედებთ. ანუ ჩვენ არ ფიქრობთ და არ ვცდილობთ, რომ მათი მდგომარეობა, მათი ინტერესები რაღაცნაირად გავითვალისწინოთ და ვიფიქროთ, როგორ შეიძლება რომ თქვათ საერთო სივრცეში მოხდეს. ანუ პირველი რაც უნდა მოხდეს, ეს არის ერთმანეთის დანახვა. მეორე, რა თქმა უნდა, არის სამშვიდობო სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. და თქვათ, აი ბოლო პერიოდის ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდის ეს უკრაინაში ომის პერიოდში, როგორც კი დღის წესრიგში წამოვიდა ქართულ საზოგადოებაში ან ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ჩემი აზრით, სრულად ამაზიანებლად, ომის როგორც დისკუსიის საგანად ქცევა ეს მოქმედებს განწყობებზე მეორე მხარეს. ანუ ჩვენ გვავიწყდება, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის და რუსული საზოგადოებისთვის ჩვენ ვართ საფრთხის წყარო, ისევე როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთია ჩვენთვის საფრთხის წყარო. ამას მივიწყებთ ხოლმე და ამიტომ როგორც კი რაღაცა პოლიტიკური ინტერესებისთვის ხდება დღეს ეს შემოტანი, რომ აიცი რა, მე ვარ მშვიდობის გარანტი,
ანუ ეს ხომ უშვებს რაღაც დონეზე რომ ვიღაცა რაღაცას წრე ან რაღაც პოლიტიკური ჯგუფი არ არის ანუ მშვიდობის გარანტი და თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ვიცხოვროთ სადაც შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად და ასე ვაცხადებთ ხო რომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამის დისკუსიის საგნად ქცევა არის დამაზიანებელი და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტი და წლები არ ყოფილა თუ ჩვენ ვუშვებთ ამას დისკუსიის საგნად, ამ შემთხვევაში ვაზიანებთ ამ პროცესს. ანუ მეორე ფაქტორი, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ომის როგორც თეორიული შესაძლებლობის გამორიცხვა და ამავდროულად ამ ომის გამორიცხვის მონოპოლიზება არ შეიძლება და არ შეიძლება რომ ეს იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის გზავნილი რომ ან თქვათ დებატებში გამოყენებული თქვათ თემა რომ მე არ მინდა ომი, მაგრამ შეიძლება ვიღაცას უნდა. საშინელების აღქმიდან გამომდინარე არ უნდა ქართულ საზოგადოებას ომი. ამიტომ დღის წესრიგში ამ თემის შემოტანა არის დამაზიანებელი ასევე. დღეს ჩვენ ცხოვრობთ პროპაგანდის ძალიან ძლავრი გავლენის მქონე ეპოქაში, შესაბამისად ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომ ამ თემებზე მუშაობის დროს ჩვენ ხედველობაში მივიღოთ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ქართულ კონტროლირებად ნაწილში მცხოვრებ საზოგადოებაზე, თქვათ, ორიენტირებული. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასევე იმაზე, როგორ იქნება ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა ან განხილვა აღქმული იმ საზოგადოებებში, რომლებიც დღეს არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად, ხო? თუ ჩვენ ვფიქრობთ მომავალში და ვფიქრობთ ალბათ, ხო? ესე ვთქვათ, თანაარსებობაზე, თანაცხოვრებაზე.